მოგესალმებით 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი. რეგისტრაცია ელექტრონულად ნაეკის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება და პროცესი 8 ივნისის 18 საათამდე გაგრძელდება. რა პირობებია განსაზღვრული კონკურსში მონაწილეობისთვის, როგორ უნდა გაიარონ სტუდენტებმა რეგისტრაცია და რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. ამ თემაზე თამარ მემანიშვილის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საუბრებს. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და პრინციპში შესავალში რამდენიმე ძირითადი და მნიშვნელოვანი კითხვა გაჟღერდა და ყველასთვის გასაგები რომ იყოს. კიდევ ერთხელ განმარტოთ პირველ რიგში, რას ნიშნავს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მოგესალმებით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი არის მოქმედი სტუდენტებისთვის, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის შესაძლებლობა, რომ მათ გაიუმჯობესონ უკვე მინიჭებული, მოპოვებული სასწავლო გრანტი, ან იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც შესაძლებელია წინა წელს ვერ მოიპოვეს სასწავლო გრანტი, შესაძლებლობა აქვთ, რომ ამ კონკურსის გავლის შედეგად შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის გრანტის მოპოვება შეძლონ. და აქვე სტუდენტი იმ შემთხვევაში თუ კი ვერ მიიღებს ქულათა საკმარის რაოდენობას იმისათვის რომ მან ან მოიპოვოს, ან გაიუმჯობესოს გრანტი, ამ შემთხვევაში მას რა თქმა უნდა უნარჩუნდება გრანტის ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მას ჰქონდა მინიჭებული წინა წელს. ანუ დავაზუსტოთ, პირობითად მე მაქვს 0% გრანტი, მივიღე ეს გამოწვევა გამოცდებზე გავედი, მაგრამ ვერ გავაუმჯობესე ჩემი შედეგი და ამით არაფერს არ ვკარგავ, ის გრანტი რაც მქონდა დამრჩება? შეინარჩუნებთ სასწავლო გრანტს და ასევე გექნებათ შესაძლებლობა, რომ მომდევნო წელს ასევე ეცადოთ, გაიუმჯობესოთ სასწავლო გრანტი და ამის შესაძლებლობა ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს ექნებათ 2030-31 სასწავლო წლისთვის ყოველწლიურად. შესაძლოა მეშლება, მაგრამ მახსოვს, რომ რაღაცა ცვლილებების შესაბამისად ეს გრანტების პროცენტული დაყოფა აღარ უნდა იყოს ბაკალავრებისთვის და აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს არის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეს შეეხება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტებს იგულისხმება აქ როგორც საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული აბიტურიენტები, ასევე იგულისხმება სამაგისტრო პროგრამის მასზე სწავლის გაგრძელების მსურველი პირები, მაგისტრანტობის კანდიდატები. ამ შემთხვევაში მათთვის საგრანტო კონკურსი გაუქმებული არის, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ისინი ჩააბარებენ და შეარჩევენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამ შემთხვევაში მათ გრანტის მოპოვება არ მოუწევთ, იმიტომ რომ საგრანტო კონკურსი მათთვის გაუქმებულია და შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათი სწავლა დაფინანსებული იქნა სრულად სახელმწიფოს მიერ. ამიტომ ამ ნაწილში მოხდნენ სახელმწიფოს უნივერსიტეტში, ნიშნავს, რომ ისინი სწავლას აგრძელებენ უფასოდ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც უკვე მიმდინარე სტუდენტები არიან ბაკალავრისა და მაგისტრის, თუ მხოლოდ საბაკალავრო სტუდენტების შესაძლებლობა რომ გაუმჯობესონ თავიანთი გრანტი ან შეინარჩუნონ ის რაც აქვს. ეს არის სტუდენტების კატეგორია, რომლებიც საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ წინა წლის, ანუ 2025 წლის 17 დეკემბრამდე. გასაგებია. როდის იწყება მაშინ რო ვუთხრათ, როდის სრულდება აი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია და რა პირობები უნდა გაითვალისწინონ აი ამ ადამიანებმა? სულ რამდენიმე წუთში არა, ალბათ უფრო 1 საათში, 10 საათზე ვიწყებთ რეგისტრაციას სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე და მთავარი რაც უნდა გაითვალისწინონ ამ შემთხვევაში უკვე სტუდენტებმა არის ის, რომ აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება რეგისტრაციის ვადებს. რეგისტრაცია იწყება დღეს და გრძელდება 8 ივნისის 18 საათამდე, თუმცა აქ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ის მომენტი, რომ 5 ივნისის 18 საათამდე სტუდენტმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს გამოცდისათვის რეგისტრაციის საფასური, რაც შეადგენს 10 ლარს და მას შეუძლია არ აირჩიოს ის ზოგადი უნარების ტესტი, რასაც აბარებს, არ აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ეს ცვლილებები უკვე 5 ივნისის 16 საათიდან 8 ივნისის 16 საათამდე განახორციელოს, იმიტომ რომ არის ხოლმე ხშირი შემთხვევები, როდესაც
თუნდაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში გამოცდების საფასურს იხდის გამოსაცდელი პირი, თუმცა შემდგომში რეგისტრაციის პროცესის გავლა ან ავიწყდება. ან ფიქრობს, რომ შეიძლება შემდგომ დაამატებს უკვე საჭირო ქალაქებს. ესე იგი, 5 ივნისამდე თავარია, რომ საფასური გადავიხადოთ და დავრეგისტრირდეთ და 5-დან 8 ივნისამდე უკვე შესაძლებლობა გვაქვს, რომ ავირჩიოთ ქალაქი და შესაბამისი საკრა. ქალბატონო თამა, დავუშვათ, რომ ვარ ბაკალავრი, დიდი ხნის წინ ვიყავი, მაგრამ იქნება ახლაც ვიყო და მაქვს 50%-იანი გრანტი და მინდა რომ გავიუმჯობესო. გავიარე შესაბამისი პროცედურები, დავრეგისტრირდი, მოვიდა ჩემი გამოცდის დღე. და არამს თუ ვერ გავიუმჯობესე ქულების მიხედვით, თქვა დავაგროვე იმაზე უარესი ქულები, დაბალი, მოდით ასე ვთქვათ, ვიდრე თქვა თავის დროზე, როდესაც 50%-იანი გრანტი მივიღე. ასეთ დროს რა ხდება? ვკარგავ 50%-იან გრანტს? ეს არის შესაძლებლობა რეალურად სტუდენტისთვის, რომ მან გაიუმჯობესოს არსებული სასწავლო გრანტი. თუ დავუშვათ ვერ დააგროვებს საჭირო ქულათა რაოდენობას, ის გრანტი, რაც მას მანამდე ქონდა მოპოვებული, არ დაეკარგება. ჩვეულებრივად შესაბამისად შეუნარჩუნდება ის სასწავლო გრანტი, თუმცა კიდევ განმეორდები, რომ 2030-31 წლის ჩათვლით, თუ ვერ მოიპოვებს მისთვის სასურველ გრანტის ოდენობა, შეუძლია რომ ყოველწლიურად ცადოს, გაიუმჯობესოს მან ან მოიპოვოს სასწავლო გრანტი და მოპოვებული გრანტის შემთხვევაში კიდევ განმეორდები, წინა წლის სასწავლო გრანტი მას მიუხედავად იმისა, შეძლებს გაუმჯობესებას თუ არა, რა თქმა უნდა, არ დაეკარგება და შეუნარჩუნდება. საგრანტო კონკურსის შინაარსის შესახებ გვიამბეთ, რამდენი გამოცდა ან გამოცდა რა ხანგრძლივობისაა, რომელი საგნებია? ერთი გამოცდა ბარდება, ეს არის ზოგადი უნარების გამოცდა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სტუდენტის, ასე ვთქვათ, ზოგადი უნარები შევაფასოთ. ზოგადი უნარების ტესტური დავალებები 3 კომპონენტიანი არის, მოიცავს წაკითხulis გააზრებას, რაოდენობრივ მსჯელობას და ლოგიკურ მსჯელობას. გამოცდის ხანგრძლივობა არის 2 საათი და 35 წუთი. და არ არის გადანაწილებული ტესტური დავალებების ნაწილებისთვის ცალ-ცალკე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტმა მისთვის სასურველი და საჭირო რაოდენობის დრო შეუძლია დაუთმოს მისი სურვილის მიხედვით ნებისმიერ კომპონენტზე მუშაობას. კი ბატონო, და ბოლოს რომ ვუთხრათ მსურველებს, მოქმედ ბაკალავრებს, სად შეუძლიათ სრული ინფორმაციის მიღება? სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ონლაინ რეგისტრაციის გავლა პირველ რიგში შეუძლიათ ჩვენს პორტალზე ონლაინ ნაეკჯი, ჩვენს ვებგვერდზე ნაეკჯი შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია და ასევე გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალებს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაეცნონ, ასევე შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ ჩვენს Facebook გვერდზე. და ვურჩევდი, წარმატებას ვუსურვებდი პირველ რიგში და ვურჩევდი მოქმედ სტუდენტებს, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს, რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენონ და აქვე ერთსაც დავაზუსტებ, თუ გვაქვს დრო, ეს არ შეეხება საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და ამიტომ ვურჩევდი, რომ აუცილებლად ეს შესაძლებლობა მიმდინარე წელს გამოიყენონ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს ვუსურვოთ ბაკალავრებს, ვისაც უნდათ რომ გაიუმჯობესონ საგრანტო ქულა. თამარ მემანიშვილი საუბრობდა გამოცდებისა და ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი, პირდაპირ ეთერში მნიშვნელოვან კითხვებს გავეცეთ პასუხი. დიდი მადლობა.